მოგესალმებით. წმინდა სტეფანე აღსავერდის კულტურულ საგანმანათლებლო სახლის კენოზისის ორგანიზებით და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დღეს გაიმართება შეხვედრა დეკანოს თეოდორე გიგნაძისთან. საუბრის თემა იქნება ქრისტიანობა გზა მუდმივი პროგრესისაკენ. შეხვედრა ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ ნაწილში მოძღვარი თემის ირგვლივ საუბრობს, ხოლო შემდგომ იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრა. ადგილიდან შეგეძლებათ კითხვის დასმა, ასევე დაგირიგებთ 5 წლებს შეგეძლებათ დაწეროთ კითხვები. თვითონ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი განთავსდება საიტზე kenuzis.g და მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის, მადლობას ვუხდით კულტურის სახლის ადმინისტრაციას დღევანდელი შეხვედრისათვის და მადლობას ვუხდით კომუნიკის გამგეობას. მოგესალმებით, რაღაც მეჩვენებოდა რომ ცუდად ისმის. კარგად გესმით? ისე თუ ცუდად ისმის, ცოტა მას გამოვალო ხობარავი და რაღაცას ვერ გაიგებ, თეთრი არის მოდამეტი და ვერ გაიგებ. ყველაფერში შეიძლება პლუსი მონახოს კაცი. თემა ოთარი გამოაცხადა თემა. ალბათ გაიგეთ, ხო? და იცით კიდევაც ქრისტიანობა მუდმივი პროგრესის გზა. მე ვფიქრობ, თემა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თანამედროვე გამოწვევების პასუხობს ალბათ. ალბათ ეს თემაც იმიტომ იქნა შერჩეული, რომ სწორედ თანამედროვე გამოწვევების პასუხობს. თანამედროვე გამოწვევების პასუხობს ახლა რას გულისხმობ ამაში? თქვენ იცით, რომ სამწუხარო რეალობა ეს არ იყო მაგალითად 10-15 წლის წინ ესე არ იყო. 20 წლის წინ. იმის ისიც კიდევ უმეტეს არ იყო. მაგრამ დღეს ესეთი სამწუხარო ტენდენცია, რომელიც თითოეულ ეკლესიის წევრმა კარგად იცის, არ იმ ადამიანმა, ვისაც მეტნაკლებად ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა მნიშვნელოვანია და სულ ერთი არ არის. და კარგად იცის, რომ ჩვენი სამშობლოს მდგომარეობა მეტნაკლებად დაკავშირებულია სწორედ ეკლესიასთანაც. და იცის, თქვათ, როგორი შემოტევები არსებობს გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან. შეიძლება ეს ნაწილი იყოს ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან აქტიური ნაწილია ეს საზოგადოების. იმდენად აქტიური, რომ იქმნება ილუზია, რომ თითქოს ისინი ძალიან ბევრნი არიან. თუმცა ესეთ ნაწილს საზოგადოებისა ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი სამშობლოს გარეთ. მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა. და იქნება ესეთი მითები, ერთგვარი მითები ქრისტიანობის შესახებ, რომ თითქოს ის არის მუხრუჭი პროგრესისა. აქედან გამომდინარე, ვართ რა 21 საუკუნეში, აქედან გამომდინარე, იგი თქვათ ამოხუჭებს ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ყველა ის ადამიანი, ვინც არის ქრისტიანი, არის მტერი საქართველოსი, იმიტომ რომ იგი თავისი ყოფნით, თავისი სოხმედელობით, თავისი მდგომარეობით არის დამაბკოლებელი ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა, ბედნიერებისა, ჩვენი შვილების მომავლის. მათ ესეთ პოზიციას და სოხმედელობას თავის მიზეზები გააჩნია. ეს მიზეზები არის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური. სუბიექტური მათი მხრიდან, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც პრინციპულად არ უნდათ ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა, მათ ესმით თუ არა ქრისტიანობა. როგორც წესი არ ესმით, მაგრამ არ ესმით არა იმიტომ, რომ ვერ მივაწვდინეთ ხმა, არამედ არ ესმით იმიტომ, რომ არ უნდათ რომ გაიგო. აქცენტდება ხოლმე ნიცშეს სიტყვები, ნიცშე დიდი ფილოსოფოსი, ზოგი თვლის, რომ ნიცშე არის თავისი დროის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი. რა ვიცი, ხა ფილოსოფოსი არა ვარ და ცოტა მეღიმება ხოლმე თქვათ, მაგრამ ზოგი ესე თვლის, ნიცშეს კვლევარები ზოგიერთი ესე თვლიან. და მოდი როგორც თვლიან, ესე ვთქვათ, ეს დიდი ფილოსოფოსი, რომელიც ებრძოდა ქრისტიანობას,
ებრძოდა გულმოწყალებას ზოგადად, ადამიანურ სიკეთეს, თავის ნაწერებში ხა პირადად რასაკეთებდა არ ვიცი, პირადად თვითონ უფრო მეტად დაჩაგრული იყო ფიქრობ საზოგადოებისა და თავის ოჯახის წევრებისაგან. იგი ამბობდა, რომ მე არ მწამს იესო ქრისტეს ღმერთობის, ქრისტიანობის, მაგრამ ეს ყველაფერი მართალიც რომ იყოს, მე მაინც უარყოფდი მას. ეს არის პრინციპული უარყოფა ქრისტიანობისა. იმიტომ რომ მართალიც რომ იყოს, აი მართალია, თქვა, დავწმუნდი რომ ეს არის სინამდვილე ჭეშმარიტება. მაინც უარყოფ. იმიტომ რომ მას თვითონ ესეთი ღმერთი არ უნდა, მას იგი ვერ იტანს ჯვარცმულ ღმერთს. არ სურს მისი მიღება. თulis რომ ეს არის აპოლოგია სისუსტისა. ვერ ხედავს. ან არ ხედავს, არ ვიცი. ხო, აქ ლოგიკა ბოლომდე არ არის. ადამიანი რო ღმერთს უარყოფს, ბოლომდე აქ ლოგიკა არ არსებობს. ისე როგორც თქვა, ეშმაკის მოქმედებაში, ეშმაკმა რომელმაც იცის რომ არის ღმერთი და მას ებრძვის, ლოგიკა არ არის. როგორ შეიძლება ღმერთს ებრძოდე? რა აბსურდია, რა სისულელია. ხო, მაგრამ ნუ აი ესე. მაგრამ არსებობს ობიექტური მიზეზებიც. ანუ ობიექტური მათი მხრიდან, როგორც თვითონ უყურებენ. ანუ ასნიშნავს ობიექტური მიზეზი. მიზეზი ჩვენ ვართ უკვე ეკლესია, რომ ისინი სამწუხაროდ ვერ იგებენ ქრისტიანობას. ანუ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაწვდით. არასწორად ვეუბნებით, არასწორად განუმარტავთ. ანუ ჩვენ არ აღვასრულებთ მოციქულებრივ მისიას. რა არის მოციქულობა? მოციქულობა რა არის? მოციქულობა არის ინფორმაციის აბსოლუტურად ზუსტი გადატანა. ინფორმაცია, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, ისე უნდა გადავიდეს ერთი ადგილიდან მეორეში. და გადამტანი არის ეკლესია. აი როგორც პოსტალიონი რო წარმოიდგინოთ, მომეცი წერილი და ეს წერილი გადავეცი ადრესატს. მე არაფერი არც დავაკელი, არც დავამატე. რა თქმა უნდა, ეკლესია თლათ ესე მარტივად ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ შენ კი მომეცი ეს წერილი. მაგრამ სანამ ეს წერილი იქამდე მივიტანე, აი აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს, ანუ ეკლესიასა და პოსტალიონს შორის. რა განსხვავება? ის რომ პოსტალიონი არაფერს არ შეცვლის და ვერ შეცვლის წერილში შიგნით და პრინციპში მისიაში ასვლა ზუსტად გადასადა, ეს არის მოციქულებრივი მისია, მაგრამ ეკლესიის ამოცანა ცოტა უფრო რთულია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი გავიდა, დღე უკვე 2000 წელზე მეტია, ხო, მე მგონი გასული, რაც მოციქულებმა იქადაგეს და ქრისტე მოვიდა და მოციქულებმა იქადაგეს და მე რო იქიდან წამოვიღე ეს წერილი და დღეს რო ადრესატს უნდა გადავსცე, დღევანდელი ადრესატი ძალიან განსხვავდება იმისაგან, ვინც ცხოვრობდა 2000 წლის წინ, ვინც თუნდაც 100 წლის წინ ცხოვრობდა. ეხლა ჩვენ ახალგაზრდების ზის დარბაზში ზიან და სხედან და ასაკოვანი ადამიანებიც სხედან და შედარებით. ხო, და ასაკოვანი ადამიანებში მე გულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის პერიოდი გამოიარეს. აბა გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომ ჩვენ თქვათ, ვესაუბრებოდით ადამიანს ღირებულებებზე, როგორიც იყოს ზნეობა, პატიოსნება, ოჯახი, სამშობლო, ქართული სული, ვისაც ახსოვს სარწმუნოებრივი მდგომარეობა, მაშინ სარწმუნოებრივი თემები, საკითხები, ეკლესია. მე არ ვამბობ გასაბჭოების პერიოდს, მე გულისხმობ 80-იანი წლების დასასრულს, 90-იანი წლების დასაწყისს, აი იმ პერიოდს გულისხმობ. აბა გავიხსენოთ, მაშინ როგორ შეიძლება გვესაუბრა ამ თემებზე, როგორ შეიძლება გვესაუბრა ამ თემებზე დაახლოებით 10 წლის წინ, 10, 12, 15 წლის წინ და როგორ შეიძლება ვისაუბროთ დღეს. დღევანდელი ძალიან განსხვავდება 10-15 წლის წინანდელი პერიოდისაგან და 10-15 წლის წინანდელი პერიოდი ძალიან განსხვავდება 90-იანი და 80-იანი წლების პერიოდისაგან. ადამიანები შეიცვალეთ ძალიან. და ის რაც შეიძლება გაეგო ადამიანს მაშინ, დღეს ვერაფრით ვერ გაიგებს. თუ იმ ენაზე დაელაპარაკები. ანუ ეკლესიის მისია გართულებულია ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა ავიღოთ ეს და გადავიდეთ, აი მაგალითად ავიღე მე თქვათ წმინდა წერილი. მისი ტერმინოლოგია, წმინდა წერილის ტერმინოლოგია პირდაპირ ერთი ერთზე, ან წმინდა მამების, რომლებიც თქვა წერდნენ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მე-10 საუკუნეებში.
და პირდაპირ დაველაპარაკოთ ადამიანებს იმ ტერმინოლოგიით. შეიძლება არათუ ვერ გაიგონ, საერთოდ ვერ მიხვდნენ და დამახინჯებულათაც კი აღვქვან ქრისტიანული არსი, იმიტომ რომ ყოველ ეპოქას თავისი სამეთყველო ენა აქვს. აი მაგალითად, უფალი საუბრობს სხვანაირად, ვიდრე საუბრობს ძველ აღთქმაში. ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში ერთი და იგივე ღმერთი საუბრობს. ვისაც ბიბლია წაკითხული აქვს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ძველ აღთქმაში რაღაც სხვანაირად საუბრობს ღმერთი. საუბრობს ღმერთი სიტყვით, როცა ის თქვა წინასწარმეტყველის პირით ესაუბრება ადამიანებს და საუბრობს ღმერთი იმ სიტუაციების, ცხოვრებისეული სიტუაციების შექმნით, რომელიც თქვათ არის ადამიანთა გარშემო. და ესე დროს ჩვენ ხედავთ, რომ ეს ენა ძალიან განსხვავდება. ახალი აღთქმის ენა და ძველი აღთქმის ენა ძალიან განსხვავდება. რატო? როცა ერთ და იგივე ღმერთი საუბრობს, იმიტომ რომ ადამიანი შეიცვალა. ადამიანი უნდა შეიცვალოს და ადამიანი შეიცვალა. მერე როდესაც ადამიანი იზრდება, თქვათ ისეთ გარემოში, სადაც არის პატრიარქალური წყობა, სადაც არის სამეფო ხელისუფლება, სამეფო თავისი დინასტიით, სადაც თითოეული ადამიანი, უბრალო ადამიანი, პატიოსანი ადამიანი, მოყვარული, სამშობლოსი, ხო? სამშობლოს მოყვარი ადამიანს აქვს პატივისცემა და მორწმუნე ადამიანს აქვს არა უბრალოდ პატივისცემა მეფისადმი, როგორც უმაღლესი ხელისუფლებისადმი, დღესაც შეიძლება ვთქვათ, უმაღლესი ხელისუფალი ვიღაცას უყვარდეს, ვიღაცას არ უყვარდეს. ხო? აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა. პატივისცემა ხელისუფლებისადმი, როგორც ღვთისმსხებული ადამიანისა, მეფე ღვთისმსხებული. მეფე არ არის არჩეული პრეზიდენტი. მეფე ღვთისმსხებული ადამიანი. მერე ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც თუნდაც 20-25 წლის წინ ძალიან განსხვავებული იყო ვიდრე დღეს. დამოკიდებულება უფროსებისადმი, პატივისცემა უფროსებისადმი. ყველაფერი ეს იცვლება. და ის ტონალობა, ის ტერმინოლოგია, რომელიც გამოდგებოდა მაშინ, თუნდაც იმისათვის, რომ რაღაც იგავური სახეები შეგექმნა და ამით ღმერთზე მიგენიშნებინა, დღეს აღარ მუშაობს. დღეს უფრო სხვა ფონია საზოგადოებაში. და ამიტომ შესაბამისად ეკლესიამ იგივე ინფორმაცია, იგივე არსი შეიძლება გარკვეულად სხვა ფორმაშიც კი ჩადოს. იქ სადაც მაგალითად ძველად შეიძლება და საუბარი იურიდიული ნორმებით, ცოტათი იურიდიული ნორმებით, როგორც არის მაგალითად სასჯელი, პატივისცემა, შიში, უფროსისადმი, გესმით? დღეს უფრო მეტად უნდა დომინირებდეს სიყვარული და თავისუფლება. და როგორც კი შენ დაიწყებ ლაპარაკს, რომ იცი, გეშინოდეს, დაისჯები, იმ წამს აღარ იღებს ადამიანი. არ იღებს. დღეს ნაელაპარაკოს სხვა ენაზე. თუმცა არსობრივად. ესენი ეს ერთ და იგივეა. და ხო გესმით, ეს როგორი რთული, ახლა მე კი ლაპარაკობ ესე იოლად, მაგრამ რომ ესე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული. მით უმეტეს დღეს, დღეს მაგალითად, მე მაქვს 55 წლის ხდები. ესე იგი მე ვიცხოვრე იმ წლებშიც 80-იანი და 70-იანი წლებიც კარგად მახსოვს გასული საუკუნის, 90-იანი წლები დასაწყისი ჩვენი საუკუნისა, 15 წლის წინანდელი პერიოდის, დღევანდელის და ისე სწრაფად შეიცვალა ეს ყველაფერი, რომ დღეს რო დავიძინებ და ხვალ გავიღვიძებ, შეიძლება კიდევ რაღაც შეცვლილი იყოს და მე თუ ეს არ ვიგრძენი ეს მაჯისცემა და არ ავყევი ამ სიტუაციას. მე მახსოვს მე რო სწავლობდი სასულიერო აკადემიაში, საერთოდ სხვა გარემო იყო. მე რო გდელი გავხდი. გდლისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირი იყო. ეხლა ახალგაზრდები ვინც არიან, თქვა 20 წლამდე ასაკის ადამიანები, ვერც კი წარმოიდგენენ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ყოფილიყო, ისინი პატარები იყვნენ. 10-15 წლის წინ გდლისადმი როგორი დამოკიდებულება, როგორი პატივისცემა ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაში, გდლის როგორი პატივისცემა იყო. და დღეს პეტრად ყველაფერი შეიცვალა. დღეს თუ მე არ ვიცი, მე ვეღარ მისიონირებ. და ამიტომ მე ვერ მიხვდები, რატო ამბობს მავანი და მავანი იმას, რომ ეკლესია გახდა პრობლემა ჩვენი ერის განვითარებისათვის. და ვერ მიხვდები და გარკვეულად მიზეზი შეიძლება მე არ აღმოჩნდე, იმიტომ რომ ჩემი ტერმინოლოგია მას არ ესმის.
იმიტომ რომ ჩემ ტერმინოლოგიაში არ დომინირებს ისეთი სიტყვები, როგორიც იშვიათად დომინირებს, როგორიც არის თქო პიროვნული თავისუფლება. არა და რა უცხო არის ქრისტიანობისათვის პიროვნული თავისუფლება? განა ქრისტიანობასაც თავისუფლების აპოლოგია არ არის. განა უფალი არ საუბრობს საოცრად თავისუფლებაზე. განა ეკლესია არ საუბრობს სიყვარულზე. პავლე მოციქულის ცნობილი ჰიმნი სიყვარულის შესახებ. ასე რომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. და თუ ამ ყველაფერს არ გავითვალისწინებთ, ჩვენ ქრისტიანები პრობლემის წინაშე დავდებით. რა პრობლემაა ეს? ჩვენ მისიას ვერ შევასრულებთ. არა მარტო მღვდლები, არამედ არის ადამიანებიც, ვინც თვლიან, რომ ცოცხალი წევრები არიან ეკლესიის და ვინც თვლის, რომ მათცეც არის ეს უფლის სიტყვები, ნათქვამი, რომ იყავით ნათელი ამას ოფლის, ნათელი. ნათელი რას ნიშნავს? აი ქრისტიანობა მუდმივი პროგრესის გზა. იყავი ნათელი არა მარტო 2000 წლის წინ, 2 საუკუნის წინ, არამედ დღეს 21 საუკუნეში ნათელი უნდა იყო. და ნათელი ყოველთვის პროგრესია. რა უნდა ნათელს სიბნელესთან? იმიტომ რომ თუ პროგრესი არ არის, ესე იგი სიბნელესთან ასოცირდება ჩვენი მოღვაწეობა და არ უნდა ასოცირდებოდა სიბნელესთან, იმიტომ რომ სინათლეა ქრისტიანობა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება პატარა მცდელობა, რომ აი მე პირველ რიგში ესე ვამბობ ხოლმე, მე საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავანახო თუ რომ ქრისტიანობა არის ნათელი, საკუთარ თავს დავანახო და მე ერთად დავინახოთ ეს, რომ უფრო მტკიცენი გავხდეთ ჩვენს რწმენაში და უფრო მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ იმ რეალობებს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს და რომელიც მტრულია, მაგრამ მტრულია ძალიან ხშირად, როგორც გითხარით, იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვაგებინებთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა ჩვენი მოყვარე გავხადოთ. საკმარისია მათ გაიგონ, რომ ჩვენ არა ვართ ბნელები, რომ ჩვენ ნათელს ვატარებთ. ეხლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ საკითხს და თემებს. მე ვეცდები არ გადაგყალოთ და დიდხანს არ გავაგრძელო, რომ დავიტოვოთ დრო კითხვა-პასუხისათვის. პროგრესზე როცა საუბრობენ საერთოდ, კითხვა არის, უკავშირდება თუ არა პროგრესი ცხოვრების საზრის. პროგრესი ხო რაღაცა მიმართულებას ნიშნავს, განვითარებას ნიშნავს. განვითარება, მიმართულება აზრიდებს, ხო, ამ აზრი უნდა იდოს, ხო არ შეიძლება რომ აი თქვა სადღაც მივდიოდე, ან რაღაცას ვაკეთებდე, ვაშენებ რას აშენებ, არ ვიცი რას ვაშენებ. სად მიდიხარ? არ ვიცი სად მიდივარ. ხო, ეს ხო არ შეიძლება ადამიანისათვის ეს ხო უხირსი საქციელია. ადამიანმა უნდა იცოდეს რას აშენებს, რას აკეთებს, რატომ მოძრაობს იქით და არა აქეთ. ეს სამწუხაროდ ეს ყოველთვის ესე არ არის. აი მაგალითად როცა ადამიანი დილას ნაბახუსებზე ჩავა კორპუსის ძირში და მთელი დღე დომინოს თამაში გაატარებს, რო უთხრა რას აკეთებს, მე მეჭება რომ პასუხი გაქცეს. რას აკეთებს? მე რას აკეთებ? ხო ვერ გეტყვის რომ ვარჯიშობ, რომ 5-იანს 5-იანი მივადო და 6-იანს 6-იანი. რო არ შემეშალოს. ხო, ანუ რას აკეთებს ადამიანი? იქნება აბსოლუტურად გულწრფელი თუ იტყვის. რას ვაკეთებ? მე საკუთარ დროს ვკლავ. საკუთარ დროს კლავ. ადამიანი კლავს საკუთარ დროს. ნუ რა ვქნათ, შევაქოთ? ადამიანი კლავს საკუთარ თავს. ადამიანი კლავს დროს, თქვა თუ ცხოვრობს, თქვა 80 წელი უნდა იცხოვროს, აქედან ნახევარ ძილში ატარებს. დარჩა 40 წელიწადი და 40 წლიდან 30 წელი მოკლული აქვს. ეს დრო, იმიტომ რომ არაფერში არ ჭირდებოდა. კაცი რომ დომინოს თამაშობს, ნაბახუსებზე მთელი დღე, ეს დრო მას, ეს სიცოცხლე მას არ ჭირდება. ამიტომ ის რომ თქვა ჩვენ ყოველთვის ვიცით, რას ვაკეთებთ, საით მოძრაობთ, რატომ ვაშენებთ, რატომ ვმოქმედებთ, ეს ესე არ არის სამწუხაროდ. ამიტომ ცხოვრების საზრისი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ როცა ჩვენ გვეკამათებიან იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენ ქრისტიანები აფკოლებთ
თქვათ სამყაროს და კონკრეტულად აი ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს, იმიტომ რომ პროგრესის გზას, ანუ განვითარების გზას, ნათელი მომავლისაკენ გზას უკეტავთ. კითხვა დავსვათ, რომ ცხოვრების საზრისი ხომ არის მნიშვნელოვანი, როცა პროგრესებს საუბრობ და რა არის ადამიანის ცხოვრების საზრისი? ეხლა ეს არის ძალიან ფილოსოფიური თემა და ჩვენ ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე ვისაუბროთ და შეიძლება ერთი თემა მივუძღვნათ ცხოვრების საზრის. და რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ამას არ ეყობა. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ესეთი რაღაც პატარა შტრიხები გამევლო, თქვათ, და აი ამ შტრიხებით გვეპოვა, გაგვეკეთებინა ჩვენი არჩევანი. აი მაგალითად ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვთავაზობენ, რომ იცი რა, მთავარი არის ეს ცხოვრება, რასაც ჩვენ ვხედავ და თანამედროვე ცივილიზაციას ახსენებენ. ცივილიზაცია, ცივილური ერი უნდა გავხდეთ. და რატომღაც გულისხმობენ ცივილიზაციაში, გულისხმობენ მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ხედავთ. თქვათ, რასაც ჩვენ ხედავთ, თქვათ, ამერიკული ცხოვრების წესი. ხო? აი თქვა თამბაქოს რეკლამები იყო ხოლმე, ხო? გააბოლე რაღაც თამბაქო და ჩაწვდი ამერიკის სულს. თუმცა თამბაქოს რო გააბოლებ, ჩაწვდები ამერიკის სულს, ხო? ანუ აი ის ცხოვრების წესი. ეს არის სრული ტყუილი, იმიტომ რომ ცივილიზაცია მარტო ეს არ არის. სამყაროში ჯერ კიდევ დღესაც ჯერ კიდევ ისტორიულად ხო იყო, დღესაც კი უამრავი ცივილიზაცია არსებობს. სამყაროში დღეს არის დასავლეთის, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთის, ყველა სამყაროს თავის ცივილიზაციაა. მაგრამ როცა ჩვენ გვეუბნებია, რომ ქრისტიანობა უარყავი, იმიტომ რომ შეუნდა ამას, იმიტომ რომ ეს ხელს უშლის აი იმ ცივილიზაციას, რომელსაც მე შენ გთავაზობ, მე უკვე კიდევ კითხვა შეიძლება დავსვათ, რომ ყველა ცივილიზაციას, ყველა მოვლენას, მოდი ასე ვთქვა, თავისი შტრიხები, თავისი სიმბოლოები აქვს. სიმბოლო. და მე ძალიან მომეწონა ერთ-ერთი საინტერესო მწერალია ეს ადამიანი და თანამედროვე ცივილური სამყარო, ცივილიზაციის სიმბოლოები წარმოაჩინა და ებე მივიღე ეს პრინციპში. ეხლა მარტო ეს არ არის, რასაც მე ვიტყვი, თანამედროვე ცივილიზაციის სიმბოლო, ხომ ერთმა დაგვიფაროს. მართლა ესე იყოს, მაგრამ აი ნახეთ როგორი ჩემთვის იყო ძალიან ნიშანდობლივი. რა სიმბოლოები დომინირებს იმ ცივილიზაციაში, რომლისაკენაც გვიბიძგებს ის, რასაც პროგრესს უწოდებენ, რომელსაც თურმე ჩვენ ხელს ვიშლით. პირველი ეს არის ფულის ნიშანი. აი მაგალითად დოლარი, რომელიც მართლაც თანამედროვე ამ კუთხით, აი ამგვარი ცივილიზაციის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. დოლარი, თავისი ნიშნით, თავისი მწვანე ფერით და ასე შემდეგ. და იმ თავისი ყველაფერი ატრიბუტიკით, თავისი ბანკებით, ყველაფრით. მეორე შეიძლება ეს იყოს რაიმე ტექნოლოგიური სიახლე, თქვათ ახალი ტიპის მობილური, ან რაღაცა თქვათ ტექნიკური აღმოჩენა, რომელიც გესმით, ანუ ის რაც ადამიანს იზიდავს, ჭყვიალა არის, ლამაზია და უფრო მეტ კომფორტს პირდება. ესეც ერთ-ერთი სიმბოლოა თანამედროვე ცივილიზაციისა და კიდევ ერთი მე მაპატიეთ ესეთი ნატურალური აღწერისათვის, მაგრამ ამას ძალიან ხშირად წააწყდებით რეკლამებში, სხვადასხვა ინტერნეტ, სატელევიზიო რეკლამებში, ბილბორდებზე ასე შემდეგ. გოგონა საცურაო კოსტუმში და თან ეს გოგონა არის მანქანის კაპოტზე, როგორც ეს წერალი მოსწრებულად ამბობს. გესმით? აი კომფორტის განცხრომის, ცოდვა იქ არ დომინირებს, ცოდვის ტერმინი საერთოდ დაიკარგა. აი ეს, ანუ ფული, ტექნოლოგიური სიახლეები და აი ცხოვრების ეს წესი, რომელსაც ეს განასახიერებს ახალ მოდელის როგორც მანქანაზე, ესე იგი საცურაო კოსტუმში გოგონა. მაგრამ არის თუ არა აი ეს, რაც მე ჩამოთვალე, ჭეშმარიტად ადამიანური ცივილიზაცია. შეიძლება თქვათ, რომ ეს არის კაინისტური ცივილიზაცია. კაინისტური ცივილიზაცია, ბიბლია ვისაც წაკითხულია, კარგად იცის, კაინი რო ღმერთს უარყოფს და თავის ძმას კლავს, ის ქმნის ცალკე ცივილიზაციას. ეს ცივილიზაცია არის იმ ტიპის, რასაც ჩვენ სწორედ აი ამას, რასაც ახლა ჩვენ ვკითხულობთ. ეს არის გარეგანი ცხოვრების ცივილიზაცია, რომელიც საბოლოო ჯამში აქამდე მიდის. მაგრამ რამდენად ასახავს
ეს ადამიანურ ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით ადამიანურ ცივილიზაციას. და შეიძლება თუ არა რომ ადამიანურ ცივილიზაციაში ჩვენ ისტორიულად თუ გადავხედავ სხვა სიმბოლოები მოვიაზროთ. მაგალითად ერთ-ერთი პირველი სიმბოლო ჭეშმარიტი ადამიანური ცივილიზაციისა შეიძლება ჩავთვალოთ რომ არის წიგნი. წიგნი როგორც გონიერების სიმბოლო. და თუ სადმე თქვა ძველი აღმოჩენილი ქვის სტელებია და ასე შემდეგ, სადაც წარწერა არის, ხო როგორ უფრთხილდებიან, ეს რა სიმბოლო არ არის ადამიანური ცივილიზაციის? ძველი სტელა, სადაც ლურსმული დამწერლობა და ნახე და შიფრავენ და რა წერია, იმიტომ რომ აი გონიერი არსება ადამიანი. ბრძენია ადამიანი და წერს, აღწერს და ამ ყველაფერს ასახავს. პირველი წიგნები ქვის იყო თავისთავად. წიგნი როგორც ნამდვილი სიმბოლო ადამიანური ცივილიზაციის. მაგრამ დღეს ეს დაკარგულია. ეს დაკარგულია არა მარტო როგორც სიმბოლო სამწუხაროდ, არამედ როგორც რეალობა, სინამდვილე, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები, როგორ უჭირთ ჩვენ ბავშვებს წიგნთან ურთიერთობა. მეორე, ადამიანის თვალები, როგორც აი პიროვნების ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი. და თვალები არა მარტო ისე ჰაერზე ვამბობთ, არამედ რეალურად, აბა გავიხსენოთ თუნდაც ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც არის მხატრობა, პორტრეტული მხატრობა, კლასიკოსების, ძველი კლასიკოსების, შუა საუკუნეების კლასიკოსების, რენესანსი, აქეთ. წარმოიდგინეთ, თუნდაც ძველი, ბერძნული, როგორი საოცარი ქანდაკებები და ბიუსტები. თუნდაც წინა ქრისტიანული ან პირველი საუკუნის, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი მეორე საუკუნის და ცოტა იქით 1-2 საუკუნის, აი ამ პერიოდის ენკაუსტიკური მხატრობა, სანთლის ცვილით და დაწერილი, რომელიც განსაცვიფრებელი, იმიტომ რომ ის ინახება თუ ფიზიკურად არ გააფუჭე, 1000 წლეულები შეინახება, არც ფერს კარგავს, არაფერს. და როგორი გამოსახულებები ინტერნეტში რო შეხვიდეთ და მოიძიოთ, გაოცდებით რა საოცარი თვალები, ამბობენ რომ ხაწერის ტექნიკა ადამიანის გამოსახვისა, რომ მისი სულიერება წარმოაჩინონ, სწორედ აი ამ თითქოს და წარმართული პირველი პროტოტიპი იყო ეს წარმართული სახეები, რომელსაც მიცვალებულებს ადებდნენ გარკვეული რელიგიური მოსაზრებით. და ეს იყო საოცრება, რომ ნახოთ, როგორი მეტყველი თვალები. და რაც თავარია, ეს თვალები საოცრად ნათელია და საერთოდ თვალებით ბევრი რამის შეცნობა შეიძლება. ხო, თუნდაც მაგალითად ხშირად ვამბობთ ხოლმე თანამედროვე წმინდანები, ის წმინდანები, რომელთა ფოტოსურათები არსებობს და დააკვირდით. აი მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი წმინდა ალექსი შუშანიას ფოტოსურათები არსებობს. დააკვირდით ალექსი შუშანიას თვალებში ჩახედეთ. ეს არის ბავშვის თვალები, უმანკო ბავშვის თვალები. და ხელისმტევანი, ეს არის საოცარი რა, რომელიც მართლაც ადამიანური ცივილიზაციის სიმბოლოდ შეიძლება წარმოჩინდეს, ეს არის საოცრად გონიერი ინსტრუმენტი, გონიერი და შემოქმედი არსების, ანუ ადამიანის, რომელიც აბსოლუტურად მორჩილი და საოცრებებს აკეთებს. დაწყებული უბრალო ლურსმული დამწერლობიდან დამთავრებული ტექნოლოგიური სასწაულებით, რაც კოსმოსში გავა, ყველაფერი ხელის გაკეთებული. ეს არის საოცრები. ეხლა ეს სიმბოლოები, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, აი ეს ბოლო 3, ანუ წიგნი, ადამიანის თვალები და ადამიანის ხელის მტევანი, როგორც ჭეშმარიტი სიმბოლოები ადამიანური ცივილიზაციისა, მე ჩამოგითვალეთ არა იმიტომ, რომ აი ნახეთ და მორჩა, არამედ ჩამოთვალე იმის საპირწონედ, რაც წეღან თქვი და ჩამოთვალე იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვიბიძგებენ, რომ ჩვენი პროგრესი უნდა მიდიოდეს იქითკენ, ჩვენ ვიტყვით, რომ პროგრესი რატომ იქითკენ და არა აქეთკენ. ადამიანი უნდა იყოს გონიერი, ადამიანი უნდა იყოს კეთილშობილი, ადამიანი უნდა იყოს შემოქმედი, ანუ წიგნი, თვალები და ხელი. და თუ ადამიანი ესეთი იქნება, გონიერი, რაც სიმბოლო წიგნია, კეთილშობილი, რის სიმბოლოს თვალებია და შემოქმედი, რის სიმბოლოს ხელებია, მაშინ იმ ტექნოლოგიურ საოცრებებსაც მოახდენს. ფინანსურადაც კარგად იქნება, გარყვნილებაზე უარ სიტყვის,
მაგრამ ადამიანს დაემსგავს. არის თუ არა ეს სიმბოლოები დღეს შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ხო მამაო მაგრამ აბა დღეს რას დროა ეს ყველაფერი გასულ საუკუნეშია დღეს აღარ არსებობს საოცარი ის არის რომ ეს ყველაფერი არსებობს არ არსებობს სამუზეუმო ექსპონატში აი მაგალითად ეხლა მე დავასახელებ იმ სივრცეს იმ რეალობას სადაც ეს არსებობს ეს ყველაფერი სამივე ესეთი ადგილი და ესეთი ადამიანები არსებობენ. ესეთი ადგილი არის მონასტერი და ესეთი ადამიანი არის მონოზომი. იმიტომ რომ ის რაც თქვით, აი მაგალითად წიგნი ვახსენეთ. და თქვათ ამ შემთხვევაში ვახსენეთ შემოქმედებითი შრომა. მონოზონს არათუ აქვს ცხოვრებაში ეს წიგნი და შრომა, არამედ მონოზონი ვალდებულია ეს ქონა, სავალდებულოა მისთვის. ის ამით არსებობს. და რაც შეეხება თვალებს, ეს შეიძლება ვიღაცისთვის სადაო საკითხი იყოს, მაგრამ არ არსებობს ლოცვით უფრო დაწმენდილ თვალებზე უფრო ლამაზი თვალები. და მე ალექსი შუშანია შემთხვევით არ მოგიყვანეთ მისი მაგალითი და სხვა წმინდანებსაც თუ ნახავთ, რომლებიც იმ დროს იყვნენ, როცა არსებობდა ფოტოგრაფია და ამ ფოტოგრაფიამ შემოინახა ეს მათი თვალების ცოცხლად, თქვენ დარწმუნდებით, დააკვირდით ამ ადამიანების თვალებს. და მიბაძეთ მათ, ოღონდ ეს პირდაპირ ვერ მიბაძა, ხო გასაგებია, შინაგანი თვალი ხო სულის სარკია. საოცარია ლოცვით დაწმენდილი თვალები. იმიტომ რომ ისინი ძალიან ღრმარი, ძალიან ლამაზია და მათში როგორც ერთ-ერთი ღვთისმოწყალე მოსწრებულად ამბობს, მათში არის პირადი დამარცხების ტკივილიც და ქრისტეს გამარჯვების სიხარულიც. აი ამ ყველაფრის სანაცვლოდ და სხვათაშორის ეს ადამიანები ცხოვრობენ 21 საუკუნეში, მონოზონები რეალურად ცხოვრობენ. და ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ 21 საუკუნეში და კაცობრიობა მათ შეიძლება იცხოვროს ასე, რომ ცხოვრობენ 21 საუკუნეში და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც ჩვეულებრივად იყენებენ. თვითონავით დაფრინავენ, მობილურს ხმარობენ, კომპიუტერში შედიან, მრავალი მათგანი გარკვეულწილად თუ ამის ნიჭიერ მეცნიერულ მუშაობასაც ეწევა. მრავალი მათგანი ხელოვანი იყო, მაგალითად არქიმანდრიტ სოფრო სახაროვი დიდი მხატვარი იყო, ეპისკოპოსი ლუკა ვოინოიასეცკი ეს ყოს განსაცვიფრებელი ქირურგი, პრაქტიკოსი და ამავე დროს მეცნიერ თეორეტიკოსიც. დიდი მეცნიერიც პარალელურად იყო, ისიც იყო. პავლოვი არ იყო სასულიერო პირი, მაგრამ ეკლესიის მსახური იყო, აკადემიკოსი პავლოვი იყო ეკლესიის მსახური. პავლე მოციქულის ეპისტოლების ზეპირად იცოდა. ამას იმიტომ უსვა ხავს, რომ ისაც ერთხელ მაინც აკითხული აქვს, პავლე მთელი ცხოვრება უკითხულობდა, არც ერთი მუხლის ზეპირად არ ვიცი. იმდენად რთული და ღრმა, მან ზეპირად იცოდა. ახლა პავლოვის ტვინი მოგესმით, მაგრამ აკადემიკოსი. ესეთი უამრავი, ეს მართლმადებელ სამყაროში უამრავი ესეთი დასავლურ სამყაროში ძალიან ბევრია ესეთი. ანუ შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ღრმად მორწმუნე, სასულიერო პირიც კი, მაგრამ ამავე დროს იყოს ამ ტექნოლოგიების არა მარტო მომხმარებელი, არამედ მათი შემოქმედი, შემქმნელიც, მაგრამ რადგან ისინი ქრისტიანები არიან, მათთვის აი ეს მიუღებელი სიმბოლოების სამყაროსი არ არსებობს, იმიტომ რომ რას ნიშნავს ცივილიზაციის სამყარო? ეს ხო რობოტების რაღაც კორპორაცია არ არის, ეს ხო აქ ხო ღვთის ხატი არსებებით დასახლებული პლანეტა, ჩვენ ხო ადამიანები ვართ. და ჩვენ ხო ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ქრისტეს გამოცდა უდაბნოში. გახსოვთ ეს ადგილი სახარებიდან და ვისაც არ გახსოვთ ორი სიტყვით გეტყვით, რომ ეს არის ადგილი, როდესაც ქრისტე წარმოჩინდება როგორც მხსნელი, ოღონ არა ისეთი, რომელმაც მთელი სამყარო უნდა იხსნათ ცეცხლი და მახვილი, როგორც ედონათ ებრაელებს. და გვაძლევს ადამიანურ სახეს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ადამიანი არა როგორც ფიზიკურად ძლიერი, რომელიც ესე იგი როგორც დიქტატორი იბრძვის თავის იდეებისათვის და ვინც სუსტია, იმას ანადგურებს. არამედ ადამიანი, რომელიც იმარჯვებს
ადამიანობით, ადამიანი, რომელიც იმარჯვებს სიყვარულით და თავგანწირვით. და ადამიანი, რომელიც უარს ამბობს, აი იმ სახის ადამიანურობაზე, იმ სახის ცივილიზაციაზე, იმ სახის პროგრესზე, რომელმაც იმ პირველად ნახსენებ სიმბოლოებამდე მიგვიყვანა. და ეს არის ადამიანების გადმობირება, ადამიანების სულებზე დაპატრონება მათი მოქთამვით, რომ პურები დაურიგოს, იმიტომ რომ მას შეუძლია სასწაული ქმნას და ესე ქვევიპურებად გადააქციოს და უფალი ამაზე უარს ამბობს. სასწაულის ქმნით, როდესაც ყველას თვალწინ თავისი ყოვლის შემძლეობა აჩვენოს და ძალიან მაღალი შენობიდან გადმოვარდეს და ჰაერში იფრინოს და აი ამ გზით, თავის ძალმოსილების ჩვენების გზით, რომ მას რაღაც ზებუნებრივი აქვს, დაეპატრონოს ადამიანთა სულებს და აი დიქტატორული შესაძლებლობებით, מחვილით, ფულით, ძალაუფლებით, რომ ასევე აი ამ ყველაფერით დაეპატრონოს ადამიანებს და თავის იდეები გაავრცელოს, როდესაც ეშმაკის თავაზობს, რომ მე თაყვანი მესცილ და მთელ ამ სამყაროს შენ დაგითმობო და შენ ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდებო. და როცა ქრისტე ამ ყველაფერზე უარს ამბობს, კიდევ ვიმეორებ, ამით უარს ამბობს სწორედ იმ ტიპის ცივილიზაციაზე, რომელსაც ჩვენ ხედავთ ჩვენს თვალწინ, სადაც დომინირებს სწორედ აი ეს სიამოვნება ხორციელი, რითაც ეშმაკი მე და აი სამყარო სული მე მინადირებს, ამ შემთხვევაში პური სწორედ ხორციელი სიამოვნების სიმბოლოა, აი სიამოვნება, ქალი მანქანის კაპოტზე. სიამოვნება. სასწაული, კომფორტი, თქვა თორსა ტექნოლოგიურისა და ბედნიერება ამაშია. მომხვეჭველობა, იგივე დოლარის სიმბოლოც არის. და აი ესე აღმოჩნდებიან მონადირებული ადამიანები და სანაცვლოდ ამ ყველაფერს ეწირება. ყველაფერი ის, რაც ადამიანური, ღირებული და ძვირფასია. და მათ შორის ეწირება თვით ადამიანური ბუნებაც, ბოლომდე ეწირება. კაცობა და ქალობა ეწირება. კაცის და ქალის, სქესის ტერმინოლოგიის ამოღება, გაუქმება სულ. აი დღესაც მაგალითად ცდილობენ, რომ განათლების სისტემაში შევიდეს საგანი, სადაც სიტყვა სქესი ბოლომდე იგნორირებულია და ბოლომდე უნდა ჩაენაცვლოს მას გენდერი. და გენდერი არ არის სქესი, იმიტომ რომ სქესი არის ორი, კაცი და ქალი. გენდერი არის ადამიანის თვით იდენტიფიკაცია. რა არის? კაცია, ქალია, ქალკაცია, კაცქალია, ხანკაცია, ხანქალია, ხანპირიქით და როგორც ითვლიან, აი ესეთი ნიუანსებით 40-ზე მეტი გენდერის სახეა დათვლილი. წარმოგიდგენიათ? 40-ზე მეტი. ანუ კაცი და ქალი კი არის 40-ზე მეტი. მეცნიერულად, თითქოს ფსევდომეცნიერულად რა თქმა უნდა. აი ამასაც კიდე ეს ფუნდამენტია. თუ ადამიანი არ არის კაცი და ქალი, ადამიანი კარგავს თავის ადამიანობას. შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ადამიანი არის ავად, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ავადმყოფობა, რომელიც საჭიროებს სიყვარულს, სიბრალულს, მხარდაჭერას, თანაგზნობას, დახმარებას, კურნალობას, თვალსაზრისით. მაგრამ სხვა მხრივ ადამიანი არის კაცი და ქალი. და თუ ადამიანი არ არის კაცი და ქალი, ადამიანობა ქრება, იმიტომ რომ ღმერთმა ესე შექმნა, ღვთის ხატობა ნიშნავს მამაკაცობას, დედაკაცობას. ეს არის ფუნდამენტი. თუ ამას მოშლი, ყველაფერი ირღვევა და ყველაფერი ინგრევა. ხდება დემონიზაცია სამყაროს. დემონიზაცია. სოდომიზაცია სამყაროს. სოდომიზაცია და ეს როგორ დამთავრდება, ვინც მორწმუნეა ბიბლიიდან ძალიან კარგად იცის. გესმით? და აი ეს არა, უნდა დასრულდეს თემა და მერე. რო დასრულდება მერე კი ბატონო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რო გვახსოვდეს. მე როცა ვსაუბრობ პროგრესზე როცა ვსაუბრობ, აი მე ესეთი რამ დავწერე, პროგრესი და ბედნიერება და მე დავწერებ ჩხილებში.
პროგრესი და ბედნიერება, პროგრესი თუ ბედნიერება. ანუ პროგრესი და ბედნიერება გასაგებია, იმიტომ რომ რა თმინდა მე პროგრესი, რაში მჭირდება? მე პროგრესი მინდა, იმიტომ რომ ვიყო ბედნიერი, სხვა რამისთვის ხო არ მინდა. ხო არავის არ უნდა რომ მე პროგრესი მინდა იმისათვის რომ ვიყო უბედური, ხო? ბედნიერებისათვის მინდა პროგრესი. მაგრამ მე ფრჩხილებში დაუწერე პროგრესი თუ ბედნიერება. და ერთმანეთს დაუპირისპირე ეს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთი ტიპის პროგრესი, რომელიც მხოლოდ უკავშირდება ჩემს მიწიერ არსებობას. ძალიან ხშირად ის უბედურების დასაწყისი ხდება. ამის მაგალითები ისტორიაში ძალიან ბევრია. მაგრამ ყველა რევოლუცია, მაგრამ საფრანგეთის რევოლუცია ავიღოთ, რუსეთის რევოლუცია ავიღოთ. კიდევ ბოლომდე ვერ იტყვი, სად უფრო მეტი ბოროტება მოხდა, უბრალოდ საფრანგეთის რევოლუციის ეს უბედურებები ძალიან სწრაფად დაამთავრდა. კატასტროფული სიტუაცია იყო. უამრავი ადამიანი დაიხოცა, მათ შორის უამრავი ბავშვი მოიკლა საფრანგეთის რევოლუციის დროს. მაგრამ და რუსეთის რევოლუცია უკვე ძალიან გაიწელა და ითხრას გაგრძელდა. ანუ ბედნიერების გარეშე პროგრესს აზრი არ აქვს და თუმცა ის ლოზუნგები, რომელსაც რევოლუცია გვთავაზობდა პროგრესის სახელით, თითქოს და ბედნიერებისათვის იყო, ბედნიერებას გვპირდებოდა. თქვათ იგივე ძმობა, თანასწორობა, თქვათ, ხო? მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით ეს როგორ თავდებოდა. აი, ესეთი წმინდანი არსებობს, წმინდა ნიკოლოზ სერბი და მას ესეთი მოსწრებული გამონათქვამი აქვს ამასთან დაკავშირებით. ბედნიერებისათვის ბრძოლაში, ფათაშორის ნიკოლოზ სერბი არის ძალიან საინტერესო წმინდანი. იგი თავისი ლექსიკით, თავისი ტერმინოლოგიით უაღრესად თანამედროვე წმინდანია და ყველას ურჩევ რომ თქვათ მისი ნაწერები ქართულ ენაზე ძალიან ბევრია ნათარგმნი. ძალიან ორიგინალური თხზულებები აქვს მას ფათაშორის და უაღრესად საინტერესოა. მასაც ესეთი გამონათქვამი, ბედნიერებისათვის ბრძოლაში შედეგად მივიღეთ და ჩამოთulis რა მივიღეთ შედეგად. თანამედროვე სამყაროში. პოლიტიკა სინდისის გარეშე, ეს არ ნიშნავს ყველა პოლიტიკოსი უსინდისოა. აქ ლაპარაკია ზოგადად იმ პოლიტიკურ სისტემებზე და ზოგადად სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე. პოლიტიკა სინდისის გარეშე, ქორწინება ერთგულების გარეშე და სკოლა ლოცვის გარეშე. სამივე დამანგრეველია კაცობრიობისათვის და ნამდვილი ცივილიზაციისათვის. ამიტომ როდესაც საუბრობ ჩვენ პროგრესზე იმ კუთხით რომ ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის არსი ბედნიერების. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ახლა რა ორჯერ 4-ია კაცო. ამაში აბა რა არის ბედნიერება ვეკითხები. იცი რა ეხლა მე შენ ფული მომეცი და მე ანთა კაი თანამდებობა მომეცი და მე ვიცი როგორ ბედნიერიც ვიქნები. ძალიან კარგად ვიცი ადამიანი გეტყვის. და მეორე მხრივ რა ვიცი, აი მამაოზის და მამები ზიან და ჩვენ უამრავ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, მათ შორის ისეთებთან, ვისაც ბევრი ფული ქონდა ან აქვს, ამ თანამდებობა ქონდა ან აქვს და ვერ ვიტყვით, რომ ბედნიერები არიან დედამიწაზე ის ადამიანები, რომლებსაც ბევრი ფული ან დიდი თანამდებობა აქვთ. ესეთი გრადაცია უბრალოდ არ არსებობს. პირიქით შეიძლება უფრო მეტად მონახო. ანუ ესმით ეს არის ხოლმე საცდური იმ ადამიანებისათვის, ვისაც ჯერ არც თანამდებობა ქონია და არც ბევრი ფული. ბედნიერება არის კატეგორია, რომელიც დედამიწის ფარგლებს ცდება და ესე ადვილი განსამარტავი უბრალოდ არ არის. და კიდევ ერთი რამ არის საინტერესო, აი კითხო რომ დავსვათ, ბედნიერება პიროვნული თუ კოლექტიური კუთვნილება. პიროვნებისა თუ კოლექტივის დაინტერესების საგანი. ესეც ხო ძალიან საინტერესოა. ნუ ძალიან ხშირად როდესაც ჩვენ ძალიან დიდ იდეებს, რევოლუციურ იდეებს რო ვაწოდიდნენ ხოლმე, ხო? აი ეს იყო კოლექტივი საბჭოთა კავშირის პერიოდში მაგალითად, აი ეს კომუნიზმზე როცა იყო ლაპარაკი. ან თქვა დღეს როცა თქვა დემოკრატიულ სამყაროს დემოკრატიულ მოწყობაზეა საუბარი და მაგალითად ქართულ სინამდვილეში თქვა როცა საუბარია საერთო ევროპული ოჯახი. დღეს ეს ევროპა განაცუდია, მაგრამ როცა მე მეუბნებია რომ ეს ევროპული ოჯახი და მახსენდება აი კომუნიზმი და ერთ და იგივე ტონალობაში მაწვდიან თითქოს აი როგორც კი ევროპული ოჯახის წევრი გავხდები, ან თითქოს როგორც კი კომუნიზმში შევიდოდი,
აი ეს კოლექტიურად ეს მორჩა მე უკვე ბედნიერი ვიქნებოდი და რატო იქნებოდი შენ ბედნიერი? განა კოლექტიურ ბედნიერ ოჯახში არ არსებობს ის ტკივილები, განსაცდელები, ავადმყოფობები, ახლობის დაკარგვით გამოწვეული მწუხარებანი, სიკვდილი, უსამართლობა არ არსებობს? ამ სამყაროში როგორ არ არსებობს? როგორ არ საწავა ეს ყველაფერი? და არცადაც არ წავა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ გახსოვდეს, როცა ჩვენ საუბრობთ პროგრესზე და პროგრესზე სამყაროში და პროგრესის სახელით დღევანდელი ადამიანების ღირსების შელახვაზე, დღევანდელი ადამიანის ღირსების შელახვაზე, შეურაცხყოფაზე, ბნელად წოდებაზე, ოჯახური ინსტიტუციების რღვევაზე, როცა აი ამაზე კეთდება და თითოეული კონკრეტული ადამიანებს პრობლემები ექნება და ის სახელით რომ პროგრესი იქნება, საქართველოს ბედნიერი ქვეყანა იქნება და რანაირად იქნება? მე ისევ მინდა მონასტრის მაგალითი მოგიყვანოთ. საერთოდ თუ მეგულისხმობ კეთილმოწყობილ ნამდვილ მონასტერს არა სახელით, არამედ ნამდვილ მონასტერს გულისხმობ და მონასტრის მაგალითები მომაქვს, იმიტომ რომ ქრისტიანობა ყველაზე მეტად მონასტერში საცნაურდება. მონასტერში. თუ ის არის ნამდვილად კარგი მონასტერი, მართლმადიდებლობის სული ყველაზე კარგად იქ ჩანს. და როცა ესეთ მონასტერში შედიხარ, ერთ-ერთი პირველი რაც გაოცებს ეს არის სიჩუმე და მყუდროება. ნამდვილ მონასტერში. უცებ, აი თითქოს ჩიტებიც კი უფრო ჩურჩულით გალობენ. საოცრებაა ხო. მეორე კი რაც გაოცობს ეს არის სილამაზე და მშვენიერება. აი საბრეზნეთში მაგალითად მონასტერში რო შეხვალთ, აი მაგალითად ის მონასტერი, რომელიც სადაც დაკრძალულია წმინდა პაისი თაწმინდელი. რა ქვია მონასტერს ვა? სიროტი სოფელი? სუროტი. ესე ანუ სუროტი მონასტერი, სუროტი სახელწოდებით სუროტი სოფელიც არის, საკმაოდ დიდი მონასტერია. ეს არის დედათა მონასტერი. დედათა მონასტერი განსაკუთრებულად ლამაზია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მაინც ქალები არიან მონოზნები და ისინი განსაკუთრებულად უვლიან. ესეთი ულამაზესი მონასტერი. ესე იგი, ანუ როგორც სიჩუმე, მყუდროება, სილამაზე და მეორე მხრივ სილამაზე და მშვენიერება. აი ეს სიჩუმე და მყუდროება, თუ არ ენატრება იმ ადამიანს, რომელიც თანამედროვე პროგრესული ცივილიზაციის ტყვე გახდა ქალაქში. აი ყველა ჩვენთანაც განგვისტია, მე თუმეტეს ვინც დიდ ქალაქში ცხოვრობს, თქვა თბილისში, ხო? მე თუმეტეს დღეს, როცა სასუნთქი აღარ არის ყველგან, სადაც კი მიწა იყო, ყველგან ცათამბჯენის დიდი შენობა ააშენეს, დადიხარ ამ ბეტონის ქალაქში, დადიხარ სადაც თაწმინდა, ხშირად აღარ ჩანს ეს ულამაზესი ლანდშაფტი თბილისისა, თბილისი თავისი მდებარეობით გეოგრაფიული ყოველთვის აღაფრთოვანებდა ალექსანდრე დიუმამ რომ დაინახა თბილისი, რომ ესე იგი შორიდან ცხენსო დასხო დეზები, ესე იგი მოაჭენებდა, რომ ეს ისეთი სილამაზე გადააშალა. ეს იყო განსაცვიფრებელი. თბილისი აქ ალბათ სოფლიოში შეიძლება უნიკალურიც კი იყოს თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით. ეს ყველაფერი დაიმალა, დაიკარგა, აღარ ჩანს. ხმაური და რომ გახვალ ხანდახან ბუნებაში და ფიქრობ, რაზე ვიკლავ თავ, რა მინდა ამ ბეტონის მაშინ და ასფალტის გუდრონში, თითქოს ჯოჯოხეთში იყო, აი რა მინდა, რატო არ ცხოვრობ სადღაც სხვაგან, თაში, ტყეში, ყრეში, რატო არ ცხოვრობ? რა მინდა ამ უბედურებაში? ანუ ჩვენ წაგვერთვა, თანამედროვე ცივილიზაციამ წაგვართვა ეს სიმყუდროვე და სიჩუმე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ იპოვი, თუ შიგნით არ ჩახვედი, შიგნით. გესმით, შიგნით თუ არ ჩახვედი. თუ გარშემო ბრჭყიალა საგნებია, ფულის ინტერესია, ხოლო სიამოვნებებია შიგნით ჩასასვლელად არ გეცლება. ამიტომ ეს ხმაური და სიჩუმე და მყუდროება დიდი ხანი განდევნილია ქალაქებიდან, სამწუხაროდ. სილამაზეს რაც შეეხება, საერთოდ სამყარო მართლაც ლამაზია, თუმცა თბილისიდან სამწუხაროდ უკვე სილამაზეც ლამის განდევნილია, იმიტომ რომ მისი ბუნებრივი სილამაზე აღარ აჩანს. მაგრამ ეს შემილია კიდევ ერთხელ თქვა, რომ სამყარო ძალიან ლამაზია, სადაც ლოცულობენ. ეხლა თუ მეტყვით პრაგმატულად აგიხსნათ, რა შუაშია ლოცვა და სილამაზე, ვერაფრით ვერ აგიხსნათ ამას. შეუძლებელი, ესე როგორც თუ ადამიანს არ ყვარებია არასოდეს და თუ მე მყვარებია,
რომ მკითხო, აბა სიყვარული რა არისო, ვერაფრით ვერ აგიხსნი. თუ მაგალითად მოცარტის რეკვიემი მოსმენილი არ აქვს, მე თუ არა მაგ ნიჭი, ეს წავიმღერო ცოტათი მაინც. ვერაფრით ვერ აგიხსნი, რა მშვენიერია მოცარტის რეკვიემი. არაფრით არ გამომივა ეს. თუ ამის გამოცდილება არ აქვს. ასევე ამასთან დაკავშირებით. აი მაგათ ჩვენი ტაძარი, სადაც ჩვენ ვსახურობთ. თავიდან რომ გადავდით ამ ტაძარში, დაახლოებით 13 წლის წინ. ცივი იყო, მიჭირდა იქ ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარია წირვალოცები დავიწყეთ, სახურება დავიწყეთ. მიჭირდა. და დღეს არაფერი, ისევ ის კორპუსები გვადგას თავზე, ისევ ის მოუწყობელი დამლა ეზო, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ულამაზესი გახდა ის ადგილი. და სულ ფიქრობ ხოლმე, კედლები მიუხედავად ისა, რომ სანთლებით გაიმურა, სხვანაირი ლამაზია და სულ ფიქრობ, რატო მიზეზი ლოცვა არის. თუ რამდენი წელი წირვალოცვა და გალამაზდა, გამშვენდა. კიდევ მეორე, ეს რა ფენომენია, მე ამას ვერაფრით ვერ აგიხსნი, მაგრამ ამას არ ამბობს მარტო მამა თეოდორე. ამას იტყვის ყველა ადამიანი, რომელსაც პატარა გამოცდილება აქვს სულიერი ცხოვრებისა. როგორ ალამაზებს ლოცვა სამყაროს, იმიტომ რომ სილამაზე ეს არის ის რეალობა, რომელიც მარტო ოპტიკური აპარატით, ანუ თვალებით აღქმული არ არის. სილამაზე აღქმული და მშვენიერება აღქმულია მთლიანობაში. ადამიანი მთლიანობაში აღიქვას მშვენიერებას. და ღვთის მადლი ამ მშვენიერებს ყველაფერს ფსალმონის სიტყვებია, უფალი სუფევს, ანუ უფალი მეფობს და მშვენიერება შემოსილია უფალი, ლამაზად მშვენიერად. და სადაც არის უფალი, იქ არის მშვენიერება. და სადაც არ არის უფალი, იქ თუნდაც გეომეტრიული და თქვათ ფერების თვალსაზრისით მშვენიერი იყოს, ესთეტიკური იყოს, ის მაინც მშვენიერი არ იქნება. ცივი გახდება. აი ესია. მე წეგრას გითხარით, კვლავ ბედნიერება. ანუ პროგრესი ბედნიერებისათვის და კითხვა. ბედნიერება მარადიული თუ დროებითი ღირებულება. ჩვენ თუ შევთანხმდით, რომ ბედნიერება კოლექტიური მოვლენა კი არ არის, თითოეული ჩვენთაგანი თუ იქნება ბედნიერი, ჩვენი მთელი დარბაზი იქნება ბედნიერი. და თუ თითოეული ჩვენთაგანი არ იქნება ბედნიერი, ჩვენი დარბაზი ვერაფრით იქნება ბედნიერი. ბედნიერება პიროვნული თვისებაა, გესმით? პრინციპში ესია 2-2-4. ამიტომ ყოველთვის ადამიანი ამ საკითხში უნდა იყოს პრაგმატული. მე ბედნიერი ვიქნები, მაგრამ რა არის ბედნიერება და სხვა თემაა. შეიძლება რაღაც მომენტში ბედნიერება იცით რა იყოს, თუმცა თავს გაწირავ სხვა ადამიანისათვის. აი ან შენ უნდა მოკვდე, ან შენი ძვირფასი ადამიანი და თუ შენ აირჩევ სიკვდილს, რომ ის ძვირფასი ადამიანი გადარჩეს, შენთვის ეს სიკვდილი იქნება ბედნიერება, იმიტომ რომ ის გადარჩა. გასმით, ბედნიერება არ არის სხვა თემაა, მაგრამ ეს არის პიროვნული განცდა. ეხლა კითხვა ჩდება, ბედნიერება მარადიული თუ დროებითი ღირებულებაა. ჩემი აზრით, ბედნიერება ეს არის მარადიული ღირებულება. იმიტომ რომ თუ ის დროებითი ღირებულებაა, მაშინ დამთავრდება და დამთავრებული ბედნიერება უკვე აღარ არის ბედნიერება. თუ ბედნიერება და პროგრესი ერთად უნდა განიხილებოდეს, ანუ პროგრესია, ნამდვილი პროგრესი ის არის, რაც ბედნიერებას მანიჭებს. და რადგან ბედნიერება მარადიული ღირებულებაა, მაშინ პროგრესი ეს არის მუდმივი პროგრესი უნდა იყოს. რაც არის ჩვენი შეხვედრის დასათაურებაში, მუდმივი პროგრესი. ანუ მუდმივი ბედნიერება. ანუ გამოდის, რომ ესე იგი მუდმივი პროგრესი მარადიული ღირებულება. და რადგან ეს პიროვნების კუთვნილებაა და არა საზოგადო არის იმდენად, რამდენადაც პიროვნები და საზოგადოებაში გადადის. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ პიროვნება თუ მარადისობის მატარებელი არ არის, მაშინ ბედნიერებაც არ არის და პროგრესის მუდმივობა ძალიან უცნაური რაღაცა ხდება. გაუგებარი. თუ პიროვნება არ არის მარადიული, ანუ ნიშნავს იმას, რომ თუ ბედნიერება მისთვის არ არსებობს, მაშინ მუდმივი პროგრესი რას ნიშნავს?
მუდმივი პროგრესი ვერაფერთა შემთხვევაში ვერ იქნება მუდმივი ბედნიერება, იმიტომ რომ პიროვნებები არ არიან, მაგალითად, დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილური გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კბილის ჯაგრისი გვაქვს და კბილის პასტები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი შხაპი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცხენით კი არა მანქანით დავდივართ და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა არსებობს და შეიძლება ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს ცოტათი, ვიდრე ადრე, დამერწმუნეთ, რომ ცოტა ხნის მერე ჩვენ ისევე განსვენებული ვიქნებით მიწაში, როგორც თქვათ, ის ადამიანები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს დროს ცხოვრობდა. ან დავით აღმაშენებლის დროს ცხოვრობდა, არანაირი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის არ იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ იქნება, შენ ცხენით დადიეთ თუ მანქანით, კბილებს იხეხავდი თუ არ იხეხავდი, ქონდა დეზოდორი თუ არ ქონდა. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამას. არანაირი. შხაპი ქონდა თუ მდინარის სიწყალში განაუღდი, სულ ერთია ეს. დამთავრებული. ანუ ეს არ არის ბედნიერება, ეს არის უბრალოდ რაღაცა. არაფერი ფაქტი, საყრის ბუშტი. და თუ ადამიანი მარადიულია, მაშინ მისი ყოფიერების გზა უნდა მარადისობაში გასასვლელი გზა უნდა იყოს. საერთოდ ხშირად ახსენებენ ხოლმე ადამიანის უკანასკნელი გზა და მოიაზრება ძალიან გავაცილეთ ადამიანი უკანასკნელ გზაზე. რა არის ადამიანი, რას გულისხმობენ? გულისხმობენ, რომ ეს ადამიანი გააცილეს და ჩაფლეს მიწაში, დამარხეს. სხეულით ესეა. სხეულით ადამიანი იფლება მიწაში. და ურწმუნო ადამიანისათვის, რომელსაც მარადიული ღირებულებები და უბრალოდ მარადიული ცხოვრება დახურულია მის თვალსაჩინარიდან და ცხოვრების წესიდან, და ყველაფერი დამთავრებული. და ეს არის პროფანირება ადამიანური ცხოვრების გზის. ადამიანის ცხოვრების გზა მხოლოდ და მხოლოდ მარადისობასთან წილნაყარი როცა, მაშინ შეიძლება საუბარი ბედნიერებაზეც და პროგრესზეც. ამიტომ, როდესაც პროგრესის სახელით ებრძვიან ჩვენ სამშობლოში ინსტიტუციას, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში თანამედროვე ტერმინი ვიხო, რომელიც სწორედ მარადისობისაკენ სავალ გზას უჩვენებს ადამიანებს, ეს არის სრული აბსურდი. რომ როგორ შეიძლება შემელაპარაკები პროგრესზე, ანუ ჩემს პირად ბედნიერებაზე მელაპარაკები, ხო? და მაშინ შენ მე მიშლი ხელს რომ მარადისობაში გავიხედო? მარადილ ღირებულებებს ვეძებდე? სიცოცხლის საზრის ვეძებდე იქით მარადისობა? ამას მიშლი ხელს? მაშინ ხო შენი საუბარი პროგრესის შესახებ სრული აბსურდია და ტყუილია. ძირშივე ტყუილი. ეხლა ჩვენ ვთქვით, რომ მართლმადიდებლობა კითხვა რო დავსვათ, არის თუ არა მუდმივი პროგრესის გზა. აი ამ საუბრის მერე ლოგიკურ დასკვნად არ ვამბობ. იმიტომ ეს ყველაფერი იყო თეზისები, რომელიც მე ბოლომდე არც ერთი არ გამიხსნია. უამრავი კითხვა შეიძლება გაჩნდა. მაგრამ მე მინდა და როგორც მე ხედავ აი ამ წუთში, როგორც დავინახე ეს პრობლემა, ესე დამენახებინა თქვენთვის და უკვე თქვენი საქმე ამას როგორ მიიღებთ, არ მიიღებთ, ფიქრებთ ამაზე, არ იფიქრებთ. მაგრამ ჩემთვის აი ამ ყველაფრის მერე მე შემიძლია ჩემთვის თქვა, რომ ქრისტიანობა მუდმივი პროგრესის გზა. რატო? იმიტომ რომ ქრისტიანობაში არის ერთადერთი გზა. ერთადერთი გზა ქრისტიანობაში. და ეს გზა თავად არის თავად იესო ქრისტეა. ვინ არის იესო ქრისტე? ეს არის განკაცებული, ანუ ადამიანად მოსული ცოცხალი ღმერთი. ღმერთია, პიროვნულად არის ღმერთი, რომელიც ადამიანური ბუნებით მეჩვენება და მეცხადება. ანუ ქრისტიანობაში არის ერთადერთი გზა იესო ქრისტე. თვითონ ამბობს, მე ვარ გზა. მე ვარ გზა. ქრისტეს სიტყვები. მაგრამ რადგან იესო ქრისტე უბრალოდ კაცი იესო კი არ არის, არამედ პიროვნულად ის არის მარადიული ღმერთი. ამიტომ გზა ქრისტე, რომელიც არის ქრისტე, ანუ ქრისტესთან ერთად სვლა, ანუ ქრისტესკენ სვლა, ანუ ქრისტეს მსგავსებისაკენ სვლა, რომელიც არის მარადიული ღმერთი, არის ჭეშმარიტად მუდმივი განვითარება და პროგრესი. მუდმივი განვითარება და პროგრესი, იმიტომ რომ საუბარია არსებაზე, რომელიც მარადიულია და რომელიც ჩემთვის როგორც უსასრულო მიუწვდომელია.
ამიტომ ის მე მაძლევს შესაძლებლობას მე განვითარდე უსასრულობაში. ამ განვითარებას სასრული არა, ქრისტიანობა პირდაპირ მეუბნება, არ გეგონოს რომ შენ რომ გარდაიცვლები, შენი განვითარება დასრულდა. შენ რომ გარდაიცვლები, შენი განვითარება უფრო დიდი ტემპი და დიდი სიჩქარით გაგრძელდება. ეს არის მუდმივი ზრდის პროცესი. ეს არის ქრისტიანობის განღმრთობის არსი. შეუძლია თუ არა ადამიანს ამისი დატეხება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კარგი მამაო, რასაუბრებ, საცოდავი არსება ადამიანი, ვერ ხედავ, როგორ შეიძლება მან დაიტიოს თქვა. ესეთი რა. ადამიანს ამის დატევნა შეუძლია, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ არის ყველა სხვა ქმნილებისაგან განსხვავებით. ადამიანი არის არსება, რომელსაც განვითარების ძალიან დიდი და ქრისტიანობის თვალსაზრისით ძალიან დიდი, ძალიან უსასრულო განვითარების პოტენციალი გააჩნია. უსასრულო განვითარების პოტენციალი გააჩნია. და ხშირად ვადარებთ ხოლმე ცხოველებს, აი მაგალითად, ნებისმიერი ცხოველი რო ავიღოთ. თქვათ, რაც უნდა კარგი, ძაღლი ავიღოთ. ძაღლს აქვს თავისი ინტელექტუალური და ფსიქოსომატური განვითარების დიაპაზონი. ნებისმიერი ჯიშის და მიუხედავად, ხო? ასევე ყველა სხვა ცხოველი. ადამიანი არის არსება, რომელიც შეუძლია იცხოვროს ძაღლებითაც, კოჭუნიასავითაც, გველივითაც იყოს, მგელივითაც, მელიასავით, კუდრელივით შიშარად, თათვით ბრაზიანი, გესმით? ყველაფერი შეიძლება იყოს. ადამიანი შეიძლება გახდეს დემონივით საზიზღარი და უარესი ეშმაკზე. ადამიანი შეუძლია გახდეს ანგელოზივით. და ადამიანს შეუძლია გახდეს ვითარცა ღმერთი, როგორც ქრისტიანობა გვეუბნება. ეს მოწოდება, რომ ესია ქრისტეს სიტყვებშია, რომ ღვთისმშობლის სრულყოფილი უნდა გახდე, როგორც ღმერთია სრულყოფილი. პირდაპირ მოგვიწოდებს უფალი ამას. ანუ და ეს გზა არის გზა ქრისტესაკენ, რომ მემსგავსოთ ქრისტეს. ანუ ადამიანს ეს პოტენციალი გააჩნია. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც შეიძლება თქვას, აი ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე აუტანელი, ეს არის ეს სიტყვები. ვიცი მე ეს არ შემიძლია. ესეთი ადამიანი არის მატყუარა. ოღონდ ის ადამიანი ატყუებს არა სხვას, არამედ საკუთარ თავს. ვიცი რა, მე არ შემიძლია ქრისტიანული, ამაზე ლაპარაკობ. აქ ლაპარაკი არ არის, შეიძლება არ შემიძლია ვიყო კოსმონავტი, ეგ სხვა არის. აქ ლაპარაკია სხვა რამაზე. ადამიანი რომელიც იტყვის, რომ მე არ შემიძლია დავემსგავსო ქრისტეს, ეს ადამიანი არის მატყუარა. ოღონდ ამ ტყუილის კიდევ მეორე ტრაგიზმი იმაშია, რომ იგი საკუთარ თავს ატყუებს. ყველა ადამიანი არის იმპოტენციის მქონე, რომ მას შეუძლია დაემსგავსოს ქრისტეს. ამ სოფელში გარკვეული საზომით. თქვათ, იქ არის ესეთი პროცენტული შედარებები 100, 60, 30. კი ბატონო, 30 იყოს. ან 1, 2 და 5 ტალანტი. კი ბატონო, 1 იყოს. მაგრამ შეგიძლია შენი საზომით დაემსგავსო, მაგრამ თუ ეს მოხდა, შენი გარდაცვალების შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდება. ამიტომ ადამიანმა არასოდეს უნდა თქვას, რომ მე არ შემიძლია ეს, იმიტომ რომ შეგიძლია. და თუ გონია, რომ არ შეგიძლია, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდა და არ აკეთებ. ადამიანს აქვს ეს უსასრულო განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ჭეშმარიტი პროგრესი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროგრესს ჩვენ ვუწოდებთ არა იმას, რომ აი დღეს მე მობილური მაქვს და ხვალე კიდე რაღაცა ისეთი მექნება, რომელიც წარმოქმნა დღეს არ შემიძლია. დღეს მე მანქანი დავდივარ და ხვალე ალბათ როგორ ვიფრენ მინიცის. დღეს მე თქვა შემიძლია მედიცინის ჩარევით 100 წლამდე ვიცოცხლო და ხვალე შეიძლება 500 წელი ვიცოცხლო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს მე შემიძლია დედამიწის სხვადასხვა ადგილას გავფრინდე და ხვალე მე შეიძლება მარსზე ვიფრინო. ეს კი, მაგრამ ყველგან ადამიანად რჩები. ჩვეულებრივ ესეთ ადამიანად. ჩვენი ტკივილებით, ჩვენი განსაცდელებით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ტრაგიზმით, ჩვენი უსამართლობასთან შერკინებით და ბოლოს ჩვენი გარდაცვალებით, ჩვენი პიროვნული ტრაგედიებით. შენი პროგრესი, შენთვის პროგრესი არის ის, რაც შენ განავითარებს და რისკენ უმაღლესი იდეალისაკენ. ვინ არის უმაღლესი იდეალი? ღმერთი. როგორ გავიგო როგორია ღმერთი? მოვიდა ადამიანად და დაგენახა, აი დაინახე. ქრისტე. ანა პროგრესი ის არა რომ ქრისტეს დაემსგავსო. აი წარმოედგინეთ ერთი წამი, იგავური სახე შევქმნა. უცებ ხვალე ვიღვიძებთ. ხვალე.
და ხდება საოცრება. ეგეთ რამე არ მოხდება, იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა. უცებ ჩვენ შინაგანად ყველა მოვინდომეთ, ღმერთი კიდევ ჩვენი გულის კარებთან არის, როგორც თვითონ წმინდა წერილში ამბობს. და საქართველოს 3 მილიონი ადამიანი განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, ესე იგი და ასე შემდეგ, უცებ ყველა დაემსგავსა ქრისტეს. გახდა ყველა ვითარცა ქრისტე. ანუ ყველამ გავახირა თვალები და სამყაროს უყურებთ, როგორც ქრისტე უყურებდა ამ სამყაროს. ერთმანეთს როგორც ქრისტე დაგვინახავდა. დამოკიდებულება ერთმანეთსადმი, როგორც ქრისტეს ექნებოდა ჩვენს მიმართ. შესაბამისად, სიყვარული ერთმანეთსადმი, როგორც ქრისტეს უყვარდა. წარმოგიდგენთ საქართველოში რა მოხდება. ერთ დღეში საქართველოს გადაიქცევა 64 დედამიწაზე. სადაც თითოეული ჩვენთაგანი იქნება უბედნიერესი, ჯერ კიდე ხორჩი მყოფი და ჩვენ აღარ შეგვეშინდება ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის, იმიტომ რომ ისინი 64-ის ცხოვრობენ. და არ იქნება ეს. გეკითხებით, განა ამაზე დიდი პროგრესი შეიძლება სამყაროში არსებობდეს, რომ საქართველოში ჩვენ 64 მივიღეთ. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ქრისტესავით არის. მამაო, ეგ შეუძლებელი. და მაგას წირი რომ შეუძლებელია და როცა ეს არის შეუძლებელი, ამ საცდურს მოღამიგდებ და ჩემი ისედაც ქრისტედან დაშორებულ არსებას კიდევ უფრო მიმახინჯებ იმ გარყვნილებები და იმ სატყუარები და იმ ფოჩიანი კამფეტები, რომლითაც ჩემი ღირსება კიდევ უფრო ილახება და ილახება. ამიტომ ეს არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტი პროგრესის გზა. ამიტომ ეკლესია ვერ იქნება, აი ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ იქნება ეკლესია რეგრესის გზა. ვერ იქნება სიბნელის გზა, იმიტომ რომ ჩვენ დავალება გვაქვს ვიყოთ ნათელი ამას ოფლისა და დავალება გვაქვს ადამიანებს ქრისტე დავანახოთ როგორც გზა, როგორც მიზანი, როგორც ცხოვრების არსი. და ბოლოს ამით დავასრულებ ჩემს მონოლოგს. ერთი რიტორიკული კითხვა მინდა დაგისვათ. მანამდე ვიტყვი რომ აი პროგრესი და რეგრესი ვახსენებ. ადამიანი რის მიხედვით ხდება, რომ ეხლა ადგილი აქვს პროგრესს და ეხლა ადგილი აქვს რეგრესს. მაგალითად, თუ მე მაქვს მობილური, რომლითაც უკავშირდები გარესამყაროს და პლუს შიგმაქვს, თქვა, ჩაწერილი სხვადასხვა წიგნები, ელექტრონული თუ აუდიო ვერსიით, რომელსაც მე ვიყენებ შემეცნებისათვის, მე ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ტელეფონთან ერთად არის ბიბლიოთეკა, რომელიც სულთან დამაქვს და მეხმარება ჩემს სამღვდელო საქმიანობაში. ეხლა სანამ აქ მოვიდოდი ვიჟექი და თქვათ უსმენდი ერთ-ერთ ღვთისმეტყველს ძალიან საინტერესო საკითხებს. გადასარევი რამე. მაგრამ თუ გამოვა ახალი მობილური, თქვათ, ამაზე უკეთესი, ალბათ უკვე გამოსულებია, ეს უკვე ძველია და დამეწყება შინაგანი, აი მე ახალი მობილური მინდა, რა გინდა? აი მინდა, რა გინდა? ტელეფონი კავშირი, ესეც ახორციელებს კავშირს, წიგნები ახაც აგაგ, რა გინდა? რა ვიცი, მინდა. ესე იგი, ჩემთვის უკვე პროგრესი, რომ ახალი წარმოიქმნა, ვიდრე ეს არის, უკვე ჩემთვის პრობლემა ხდება და რეგრესის გზად იქცე. ერთა იგივე ფენომენი. ანუ გესმით, 10-ის წერტილი, თუ არის რაიმე, რისთვის მინდა, თუ არის რაიმე, რაში ვიყენებ და მიზანი რა არის. ეს ერთი და აი ეს 10-ის წერტილთან დაკავშირებით. მე მინდა ერთი რიტორიკული კითხვა დაგისვათ. რის მიხედვით უნდა, ან რომელი სისტემის მიხედვით უნდა მოხდეს აი ამ პროგრესის და რეგრესის აი რაღაცა მოვლენის დეფინიცია, განმარტება, პროგრესია თუ რეგრესია, რის მიხედვით, რა 10-ის წერტილი მაქვს, ისე რითაც ვიტყვი, რომ აი ეს მოვლენა არის პროგრესული, ეს მოვლენა კიდე აი სამყაროს მიაქანებს დაღუპვისაკენ, ანუ პროგრესი კი არა რეგრესია, ხო? მაგალითად, ატომური ენერგიის გამოყენება ზოგადად საკაცობრიო პროგრესის ერთ-ერთი ნაყოფია, დადებითი ნაყოფია, მეთანხმებით, ხო, იმიტომ რომ ატომურ ენერგიას, თქვათ, და ნებისმიერ ადამიანს ვკითხო, ახლა მეც ვკითხო, ატომური ენერგიის გამოყენება კაცობრიობის მიერ პროგრესია თუ რეგრესია? პროგრესია, იმიტომ რომ ატომური ენერგიები ძალიან სასარგებლოა კაცობრიობისათვის და ხვალ როცა ენერგეტიკული შიმშილი თუ დაიწყება სიტყვაზე, თქვათ, ესე შეიძლება თქვათ,
თუმცა აქ შეიძლება სადაო იყოს თემები, იმიტომ რომ არსებობს სხვა კიდე ალტერნატიული წყაროები ენერგიისა, მაგრამ ნუ ესე ვთქვა, როგორც ენერგიის წყარო, მით უმეტეს ხვალე როცა ენერგიის დეფიციტი შეიძლება იყოს, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს არის კაცობრიობის განვითარებისათვის, ნუ ადამიანი ხო ინტელექტუალური არსება და ყველა შემთხვევაში ვითარდება, თავარი როგორ ვიყენებთ ამ რაღაცას, ხო, ამ განვითარებას. და შეგვიძლია ვთქვა, რომ დიახაც ეს არის კაცობრიობის კაცობრიობისათვის პროგრესული მოვლენა, რომელიც დადებითად შეიძლება შეფასდეს. მაგრამ თუ იგივე კითხვას ატომური ენერგიის ადამიანის მიერ ატომური ენერგიის გამოგონება დადებითია თუ არ ყოფილი. აი ამ კითხვას, იგივე კითხვას, რომელიც მე დამისვი და გიპასუხეთ როგორც დადებითად გადავჭერი ეს პრობლემა. დაუსვათ ადამიანს, რომელიც 1945 წელს ხიროსიმაში ან ნაგასაკში ცხოვრობდა. ეს იაპონია, სადაც ამერიკელებმა ბომბი ჩამოაგდეს. და პატარა იყო მაშინ და გადარჩა, მაგრამ ვაიმ გადარჩენას მისი თვითონ ისის და მერე მისი შთამომავლობა, აგა შვილი ყავს, ავადმყოფი დაბადებული, შვილი ავადმყოფი დაბადებული, იმიტომ რომ თვითონ იქ ხიროსიმაში და ნაგასაკში ცხოვრობდა, ოდესაც და სასწავლებრივად გადარჩა, როცა ამერიკელებმა ბომბი ჩამოაგდეს. რა პასუხს გაქცევს ეს ადამიანი? იტყვის, რომ ატომური ენერგიის გამოყენება ადამიანის კაცობრიობისათვის პროგრესია. მე დავასრულე ჩემი მონოლოგი, ცოტა შეიძლება დამღლელი. და ეხლა თუ სურვილი გაქვთ კითხვა-პასუხებზე.